იარბაზი, იარაღის ბაზარი. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამწერლო, კარგო ხალხო და კლიმატური იარაღის მოყვარული. აი ამდანაც გაჩვენებთ. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისა და ბეკა ოკიტაშვილის დამსახურება ეს ძანები რო არსებობს საქართველოში, ჩვენ ვაწარმოებთ იარბაზ-ჯიზე შედით, შეგიძლიათ იარაღი გაყიდოთ, იყიდოთ, პლატფორმა სავაჭრო, ჩვენ გავაკეთეთ ეგეც, ჩვენ ვაკონტროლებთ დადებარი განცხადების უფასო. აგერ არის ზემოთ ეწერება ეგა, იარბაზ-ჯი და შემძალდით და ნახეთ. ეხლა ისევ პნევმატური იარაღი განვიხილოთ. ჩვენ უკვე ცნობილ მეგობართან თანამშრომლობთ უკვე რამოდენიმე თოფი გადავიღეთ და მოდი ვნახოთ ეხლა ეს რა თოფია. კი ბატონო. წინაზე ჩვენ განვიხილეთ ესპანური წარმოების თოფი. ამას ძალიან რაღაცა ბრუტალური საშუალო კლასის კომეტა ლინქსი და გადავედით უმაღლეს ხარისხს. უმაღლესი ხარისხი ჰაი კლასი? ჰაი კლასი. და რატო ეს თოფი ჰაი კლასი? მოდი ჯერ მიმს დავიწყოთ რახის. საქართველოში 9000 დაგიჯდებათ ამის ჩამოტანა. კი. აქ დაინახავთ ეკრანს. მონიტორი აქვს ზედა? კი. და წნევას აქედან იმაშვრები. ყველაფერს ტყვის სიჩქარე, წნევა, ბალანსი, სარქველის გახსნის რეგულირება და ანუ ყველაფერი არის ამაში. ტექნოლოგია. მაგარია. ეს სუსხვანერი რაღაც არ მინახია. ხელით ტრიალი არ გჭირდებათ არაფერზე, როგორც მაგალითად ამ თოფზე. ეს არის ანუ თქვენი უყენია თავისი ჩიპი, რომელიც აკონტროლებს მთელი იარაღის მოძრაობის ორგანოებს, გაზის გაშვებას, გადაკეტვას, თვითონ სარქველიდან გასვლას და ასე შემდეგ. კი ბატონო. დიაგნოსტიკას და ხო არა აქვს შემთხვევით რომ გითხრას რომ ეს თქვა თან ჰაერს მიპარებს ან რაღაცა. კი ბატონო. ანუ მთელ თოფს აკონტროლებს აი ესა. მთელ თოფს აკონტროლებს აი ეს ნაწილი. ეს არის ამ თოფის ტვინი, ასე ვთქვათ. ჭეშმარიტად ახალი სიტყვა არის შეიძლება. აი ამას მოხსნიდა ელემენტია შეგნით. ნუ კვების ხარო რა. იტენება მაგას. კი ბატონო, დაბლა ჩამ. დასაშვებია, მაგრამ მაინც რამე არ მოუდის. არა. გაყიდიან თავის დანია ყველაფერი. მოკლედ. ბრიტანული წარმოების არის. Day-State Delta Wolf. Wolf. ამას ასევე აქვს Red Wolf-იც, რომელიც გამოვიდა ჩვენთან შეიმაზე ტურნირს. და Alpha Wolf-იც. Alpha Wolf-ი საქართველოში არ არის, არის Delta და Red Wolf. თითო-თითოა? კი. თითო-თითოა საქართველოში. ნუ ცნობილი რაცაა თუ შეიძლება ვიღაცამ ჩამოიტანოს სარდაფშია. ეს თოფი ფორმდება? ეს თოფი ფორმდება, ყველანაირი პნევმატური თოფი ფორმდება, რომელიც არის 4.5 კალიბრი და აკმაყოფილებს სიგრძეში სტანდარტებს. ტყვის სიძლიერეზე თქვა სუსტ ტყვიაზე მაქვს? არა. მაინც გააფორმო? PCP იარაღი ფიზიკურად ვერ ჩამოვა 7 ჯოულზე. ნუ ეს PCP-ზეა ლაპარაკი. გადასატეხი თოფი შეიძლება ისე. გადასატეხი 7 ჯოულს ქვემოთ არ ფორმდება, მაგრამ 7 ჯოულს ქვემოთ არის ძველი რუსული 78-ები რო იყო, აი ეგ. პერისტოფორი. დანარჩენი ახლები უკვე ინდონეზია რო მინიმუმ 15 ჯოულს ზემოთ არის ენერგია რა. აბეთი ხელში დამაჭენი რაღაც. ესეთი ახალი ტექნოლოგიის იარაღი არ მინახია პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ სიბერემდე სიკაჩილო აი აქამდეც მოვედი. სუბუქია. წინ არა ძლევს რაღაცა. დაბალანსებულია, მით უმეტეს რომ ეს უყენია, მაგრამ ახლა ბულპაპია. აი ესეთი რაღაცა. აი მოდი აბა გავაღვრძებ. ნახე. ეხლა გვერდებზე აქეთ-იქიდან უყენია პიკატინის თამასები. ეხლა ეს თოფი როგორ პოზიციონირებს, როგორ სანადირო თოფი, როგორ სასროლად თუ აი რა. უნივერსალი. იმიტომ არა ფანარის დასაყენებელი. ფანარის დასაყენებელი არ არის, ეს არის სპეციალური ელექტრო-თარაზოს დასაყენებელი. ნუ ფანრისთვისაც შეიძლება გამოიყენო, მაგრამ თუ ზუსტროლაზე მიდგა საქმე რომ და ელექტრო-თარაზოს დასაყენებელი. ასევე
ამ თოფს აქვს ის ფუნქცია, რომ წნევა მაქსიმალურად გაზარდო თითის დაჭერით. შეგიძლია მანდ აკონტროლოს რაღაცა. გავვაღე საქმე და რამე. მოუმატე და უკელი და ეგ თვისებები არ ჭირდება. ხო, მოკლედ. გადატენის მექანიზმი აქვს. კომეტაზე ხო განახეთ? კი. ადვილად რო გადადიოდეს. აბა, ამის თითით გადმოწიეთ. ესა? ანუ რაღაც ისეთია, რომ რაღაცას არ ავქაჩავ რა. ძალიან ისეთი ოდნავი სასხლეტი აქვს თითის დადება რა. ძალიან მიკრონი გინდა რომ გაისროლო და ძალიან ეს აღჭობს ვიბრაციებს. ხო, რაღაცას რომ ჩამჯდარი ხარ გადატენის დროს რომ ოდნავი ძალის დატანებაც არ დასხლეტის დროს არ ხდება იარაღთან კონტაქტი. უბრალოდ გამოკრა და ტყვია იმდენად სტაბილურად გადის ლულიდან რომ შეუძლია 50 მეტრ მანძილზე ერთი წერტილი აკეთოს რა. პირდაპირ ორ წერტილში. ხო, ერთ წერტილში ორი. თოფი არა მოძრავი, ხო? კი ბატონო. ამას ამჯერად ვალტერის ლულა აქვს ზედ. მაგრამ თვითონ ამ კომპანიას სპეციალური დაკვეთით ვალტერიც უმზადებს, ბროკოკიც, ნუ რამოდენიმე ფირმა შეგიძლია რომ შეუკვეთო შენ იარაღი გაძლიერებული პროგრამით, თქვათ. ჩატვირთავენ შეგნით გაძლიერებულ პროგრამას და ისე იყიდი ამ თავს. არის მაგალითად სხვა ლულით და ასე შემდეგ. ხო, მაგას რავი რაცა გადაყენეს პრაშივკას თუ რაც ახენა. განახლებები მოდის ამაზე? ანუ მოდი ესე ვთქვათ, ინტერნეტს თუ უკავშირდება. კი. ყველაფერს უკავშირდება. ანუ ინტერნეტს შეგიძლია დააკავშირო და რაღაც განახლებები მიიღო პირდაპირ ამაზე. ინტერნეტს შეგიძლია დაუკავშირო ქრონოგრაფთან მიაერთო, ტელეფონთან მიაერთო, ან ტელეფონი გამოიტანო და წინ დადო აქ რო არ უყურო. და იქ ხო, ნუ ბლუთუსი აქვს რა და რაღაცა. ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისელებს ზოგადად გლულულიან თოფებშიც თქვენ გარკვეული ხართ. უყვართ პერფექციონიზმის ჩართვა რა. მაქსიმალურად უნდა იყოს იდეალური თოფი და შექმნეს პნევმატიკაზეც ვინ დაუდგებოდა წინ. გადავიდა მაგათი კულტურა ამიარაღეს რა. იდეალური თოფი. თან მაგარია რომ ელექტრონული რაღაც აი მართლა პირველად ვნახე რა. კი, ეს არის აი უმაღლესი ტექნოლოგია რა. შესახედავად ბრუტალურია, მაგრამ აი ეს კომპიუტერ უყენი და რაღაც დევაისებს უერთდება, ეგ არის ჩემთვის ძალიან ის რა. მოთხის ეფექტი. ანუ არის ისეთია. აქ აქვს თვითონ მანომეტრი, რასაც აჩვენებს და მეორე აქვს ქვემოდან. აქ აქვს მეორე და ამ ორივე წნევის დანაერთს აქ გიჩვენებს თან. რომელზე რას აჩვენებს? ნუ არა ტრია. ხო, კი ბატონო. პლუს აქ გიჩვენებს ყველაფერს რა სიჩქარით ისროლა, გასროლისთანავე გიწერს ტყვის სიჩქარეს და გასროლისთანავე გიწერს ყველანაირ მონაცემს რა გჭირდება ზუსტი სროლისთვის რა. ძალიან მაგარი რაღაცა, რა ვიცი. იმიტომაც არის 10000 და კი, რომ თქვათ ეს ტოპი არის ტოპ 3-ში სოფლიოში. აი, რომ საქართველოში ესეთი ტოპი არის. მაგრამ ტოპ 3-ში, ანუ ვერ მიანიჭებ იმ 3-ს რომელიმეს თქვათ ან ეს არის პირველზე, ან ეს არის მეორეზე რა. ხო, ანუ რაღაცა იქ თავში ზიან და კი, რა თქმა უნდა. ანუ სხვა მოდელებიც ამის იმდენად დახვეწილია, რომ აი წარმოუდგენლად დიდი სილამაზე და სიძვირფასი გიკავიათ ხელში. მე ახლა მოვიტან. თან პრაქტიკულია რა. მე მოვიტან ამის სხვა მოდელს Red Wolves ისიც გადავიღოთ და ნახავთ უბრალოდ ის კლასიკური ვარიანტია და აი ინგლისურ ჩართულობას, პერფექციონიზმს და სილამაზეს იქ ნახავთ უკვე როგორია რა. ეს არის ტაქტიკური იდეალური თოფი, რომელიც არა შესახედაოდაც ისეთია რა, ხელზეც ისე კარგა ერგება და რა ვიცი რა. თან ესეთი მოდელი რომ ამაში კომპიუტერი ეყენოს. ნუ წარმოიდგინეთ ახლა საბრძოლოდ რო კეთდებოდა რაღაცა, ალბათ ამ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებენ. ძალიან წინ წავედით რა. ყველა ვარიანტი კაცობრიობა. შესანიშნავი თოფია, თან პიკატინის 300-აკაც უყენია ქვემოდან.
რო ფეხი დაუყენო რაღაცა, რა ვიცი, ვისაც აგინო. ბიპოდის დაყენება შეგიძლია. სასხლეტი რითი რეგულირდება? დენზია ესეც რა თქმა უნდა, პირველ რიგში სასხლეტია დენზი. ანუ ელექტროა სასხლეტი და რეგულირდება ჩვეულებრივ იმიდან კომპიუტერით. ანუ იქ მექანიკური კბილი და რამე არ არის, უბრალოდ მოწიე კონტაქტს მიედო გაისვა. ნახეთ, დენი ხსნის სარქველს, რომ ჰაერი გამოვიდეს. ამიტომ ელექტროსაშუალების ეს თუ გაფუჭდა მტრისას ოღონდ რა ვიცი. სხვათა შორის რემონტური თოფები ესეთები საერთოდ რაღაცა რემონტი თუ წავდე მექანიკურებულად ვერ გასაკეთებელია, ვიდრე აი მის სარქველები, მილები და ასე შემდეგ. მით უმეტეს ახლა დენზია. ანუ ფაქტიურად უფუჭებადია იქიდან გამომდინარე, რომ ამას მაქსიმუმ რავი პროგრამა აურიოს ან რამე მოხდეს თუ მაგალითად რამე დაზიანება მიაყენე. ნუ განაახლებ პროგრამას. აი თქვათ ჰაერი ჩავწნეხი. დავტოვე 3 თუ 1 წელი. აქ რამე მოთხოვნები ექსპლუატაციის, რო თქვათ ესე არ შეიძლება, ან ცარილის დატოვება არ შეიძლება, ან გადატენილის დატოვება არ შეიძლება და ასე შემდეგ რა. ამ თოფზე ნაკლებად. ამ შეიძლება რომ მექანიკურ თოფებზე, რადგან იქ ზამბარა ჭდება რედუქტორზე მოქმედებს და ასე. მე ვარ ვაწობე ხა რაღაცა სარქველი ხო უყენია. თქვა დავაყენე 200 ბარზე. სარქველს არ მოსპობს რაღაცა თუ სარქველამდე წნევა ამ ეტაპზე არ მიდის. ჩაკეტი. რადგან თვითონ რეზერვუარს აქვს ჩამკეტი. რეზერვუარის ჩამკეტი იხსნება, მიდის მერე სარქველზე წნევა, სარქველიდან გადადის ლულაში წნევა. და თქვა დაზეთვა იმისი, რა ქვია, გამშვები კლაპნების დაზეთვა, არანაირი დაზეთვა არ ხდება ამის, რადგან უჟანგავია ყველაფერი. გამოშრა, თქვა, Z-თან მიკარება არ შეიძლება, როდესაც მაგალ წნევაზეა საუბარი. მაქსიმუმ სილიკონის Z-ი გამოიყენო რეზინების დასაზეთად, ეგრეთ წოდებული სალნიკების, როდესაც უცვლო. ნუ მაგალი წნევის შემთხვევაში რო დატო 2 წელი, 3 წელი ვთქვათ, მაქსიმუმ დაგიზიანდეს ეხლა თამიძელი თუ არ გაისვოლ და ახია შენს ახეთ რა ხდება კი. აი ეს ბალონი ფიზიკურად ვერ გაგისკდებათ რა. კომპოზიტორისგან არის თუ ის არის? კომპოზიტორია. ვერ დაგაზიანებთ ვერანაირად, რადგან ცა მიუკაკუნო. სანამ ბალონი გასკდება, მანამდე ზიანდება რეზინები და სპეციალური გამშვებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ჰაერი დაიცალოს გვერდია ამრიგდა ხო? აი, სად არის ამის ხრელი? რო არ დააზიანოს რა თვითონ. ანუ ჰაერი გამოვა მაქსიმალურად დაიცლება რეზერვუარიდან და ანუ იმის განცდა რომ აი გამისკდეს და მერე ეს მოვიდეს და მერე ეს მოვიდეს, ეგ არის თვითონ თოფი საკუთარ თავს აკონტროლებს, ეგ არის მაგარი რა. კი, თოფი აკონტროლებს საკუთარ თავს და რა თქმა უნდა შენ აკონტროლებ თოფს პირველ რიგში და მეორე რიგში თოფი აკონტროლებს უსაფრთხოების მომავალი დადგა უკვე რა, ანუ ეს ისეთი რაღაცაა, რომ მართლა ახალი ტექნოლოგიებია რა და ალბათ მერ და მერ ესეც გაიაბდება და უკვე ესე ჩვეულებრივ ადამიანზე ხელმისაწვდომი რო გახდება. ეს არის საქართველოშიც იყიდება სხვათა შორის. ჩვენი სპონსორია მაღაზია Aztec-Gia, რომელთანაც მიხვალ და დაკვეთით ჩამოიტან ამ თოფს. იარაღის მაღაზია? კი. თბილისშია? კი, თბილისშია. სპეციალურად მაღალი სეგმენტის მაღაზია პნევმატურებში, რომელსაც დაკვეთით ჩამოაქვს ესეთი მარტო პნევმატური იარაღი თუ ხრახნულიანიც? არა, პნევმატური იარაღი. ანუ სპეციალიზირებული მაღაზია. სპეციალიზირებული მაღაზია, რომელსაც ჩამოაქვს ეს სპეციალური იარაღი სროლელებისთვის. ძალიან მაგა, იმათი იარაღია თუ ნაკიდი აქვს ვიღაცის? არა. ეს ნაკიდი აქვს აკაკი 8-ის იარაღია. აჰა, შვენი. კი ბატონო. არ ვიცი, თქვენი აზრით დაწერეთ ესეთი იარაღზე, ესეთ ტექნოლოგიებზე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა შემოვიდა უკვე რა ჩვენ ეგეთი რაღაცეებიც რა. მოდი ეს თოფი ვისწოროთ. ეს არის ჭიდი. ამისი მჭიდი, ხო? კი. აი, გადმოწევა რა. ნეკა თითით გადმოწეს. შედის მჭიდი, ადადის წენის.
ცველს სანამ არ გახსნი. სოლა დაიკეტება, ხო. გაიხსნება, ვიბრაცია გეუბნება, რომ ჩაირთო კომპიუტერი. წნევა 126 ბარზე. ტყვია კალიბრი 175. ყველაფერს აწეს დისპლეიზე გამოვთქვი. წონა 15.99 გრეინი. ბარელი 28 ინჩი იმით სიგრძით. სიჩქარე 1015 მეტრწამი. მაქსიმალური პრესი 180 ბარი. მოგენ მთელი ინფორმაცია გამოიტანა რა. მთელი ინფორმაცია გამოდის. ახლა განახენ, ნახეთ. შეგიძლიათ მოერიდეთ ცოტა. გავისვა. მაიცა. მოდი აბა ვნახოთ. ბოთლი პირველად ვიჩეხება. გამ ანუ დასხლეტვა ხდება ძალიან ნელა. უბრალოდ რო არ გამივა. და გაისვა. აი, მაშინ რაღაცას დაუმიზნე. აი ბოთლი დავდე ქვევთან. ხო, აი. მაინც ეს მოძიოქეთ. მოდი ვერაფერი მოვიქ. ტობი ხო გასწორებული. ეგ სრაფი და მკვდარი. მაგარი იყო. საერთოდ ოდნავ შევუახეთ ითი რა. ანუ არ უნდა წაეთამაშოთ სასხლეთს. შანსი არ არის. ოდნავ თითი ზადებოდა პირდაპირ გლიჯა რა. თან პირდაპირ ძრავაში მოვარდა. რომელი თავსახურში მოხდა თუ ავსტები? ხო, ხმაკი ქონდა ეს. აი, ახლა დაველოდოთ იმას. იარბაზი იარაღის ბაზარი.